ჩემი მიმდინარე სტარტაპი, რომელიც უნდა ყოფილიყო Smart Shop-ი, რომელიც გაადვილებდა სასურველი პროდუქტის სასურველ ფასში მოძიებას, ჩაიშალა. დღევანდელ ვიდეოში ნახავთ თუ რა თანხა დავკარგე, რა ხდება დეველოპერის ცხოვრებაში, როცა შვილივით გაზრდილი სტარტაპი ნადგურდება და რა უნდა ვქნათ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი თავიდან ავიცილოთ. ვიდეოს ბოლოს ვისაუბრებ ჩემ მომავალ გეგმებზე, თუ რას ვაპირებ, რა უნდა გავაკეთო, ამიტომ დარჩით ვიდეოს ბოლომდე და ხო, რა თქმა უნდა, გამოიწერეთ არხი თუ ახლები ხართ და დაალაიქეთ ვიდეო, რადგან ეს დაეხმარება არხს საერთოდ არსებობაში და ვიდეოების ხშირად კეთებაში. პატარა live update-ებს გეტყვით. ჰაკათონში მივიღე მონაწილეობა, რომელშიც გავიმარჯვეთ. კარგი იქნებოდა მთლიანი პროცესი გადამიღო, მაგრამ ცოტა სპონტანურად მოვხდი ამ ჰაკათონში, ამიტომ კამერა დამავიწყდა და მთლიანად ორიენტირებული ვიყავით საქმეზე. რამაც იდეაში შედეგი გამოიღო. მაგრამ რაღაც ვიდეო მასალები არის, შეგიძლიათ ჩემ LinkedIn-ზე ნახოთ და LinkedIn-ის პროფაილის ლინკი იქნება ვიდეოს აღწერაში. ახლა კი მოდით ვისაუბროთ სტარტაპზე, თუ რა მოხდა, თუ საერთოდ რატომ წერ ამ ვიდეოს და მოდით დავიწყოთ სულ თავიდან. 5 თვის წინ დაიბადა იდეა და დავიწყე ამ იდეაზე მუშაობა. ხოლო 3 თვის წინ კი დავიწყე ვიდეოების გადაღება, თუ როგორ ვაკეთებდი სტარტაპს და ვდებდი YouTube-ზე coding vlog-ის ეპიზოდების სახით. მოდი რამდენიმე სიტყვით ვიტყვი თუ რა იდეას ატარებდა ეს სტარტაპი, მაგრამ ვინც coding vlog-ების სერიებს უყურებდით, წესით გეცოდინებათ, მაგრამ ვინც ამ სერიებს არ უყურებდით და სპონტანურად მოხვდით ამ ვიდეოზე, მაინც ავხსნი. დაახლოებით უნდა ყოფილიყო karmanow.com-ის კლონი, ოღონდ ქართულ ბაზარზე მორგებული, ანუ ქართულ ონლაინ მაღაზიებზე. შენ შეგეძლო დასერჩვა, რომელიც მოძებნა ქართულ მაღაზიებში ამ search keyword-ით. ერთ სივრცეში გექნებოდა ყველა პროდუქტი, შეგეძლო დაგესწორდა ფასებით, ფასდაკლებებით და ასე შემდეგ. ასევე თავმოყრილიყო ყველა მიმდინარე აქტიური და საუკეთესო აქციები და ანუ ასევე კიდევ იყო გეგმაში რომ გამეყიდა კუპონები, რომელიც cashback-ებს მოგცემდა თან რაიმე benefit-ებს თუ ჩემი კუპონით იყიდით და კიდევ უამრავი პატარა დეტალი, რომელზეც საუბარი აღარ დავიწყებ, იმიტომ რომ ვიდეო გაიწელება. ამ ვიდეოებით გიზიარებდით ჩემს გამოცდილებას, რა პრობლემებს ვაწყდებოდი, რა გამოწვევები მქონდა და როგორ ვპოულობდი გადაჭრის გზებს. და ვფიქრობ, საკმაოდ კარგი სერიებიც გამოვიდა. ეხლა გეტყვით თუ რატომ ჩაიშალა სტარტაპი და რატომ შევწყვიტე ამ პროდუქტზე მუშაობა. როდესაც უკვე აპლიკაცია მივიყვანე იმ კონდიციამდე, რომ უკვე შემეძლო გამომეყენებია, ავჯექი და უბრალოდ შევხედე როგორც მომხმარებელი და დავიწყე მისი გამოყენება, რომელსაც უნდა რომ გადაჭრას პრობლემა. ამისთვის კი ის იყენებს ჩემს აპლიკაციას. ხოლო ჩემი აპლიკაცია წყვეტდა შემდეგ პრობლემას. სერჩავ შენ სასურველ პროდუქტს, არა აქვს მნიშვნელობა ტექნიკა, ტანსაცმელი თუ უბრალოდ არ ვიცი, კონტროლერი. ჩემი აპლიკაცია ეძებს ყველა ქართულ ონლაინ მაღაზიაში და ერთ სივრცეში გაჩვენებს ამ შედეგს. შესაბამისად, მომხმარებელს აღარ უწევს მილიონ მაღაზიაში ძებნა ტაბების გახსნა ბრაუზერში, მას შეუძლია წყნარად სკროლვის და ფილტრაციის საშუალებით მონახოს სასურველ ფასში ეს პროდუქტი. მაგრამ აქ არის ერთი დიდი მაგრამ, რომელსაც საკმაოდ გვიან მივხვდი. AI ბევრად უკეთესად აკეთებს, ბევრად უფრო მოკლე დროში ამ ყველაფერს. შემდეგ იგივე პრინციპით AI-ს, ამ შემთხვევაში Cloud AI-ს უთხარი რომ მაგალითად iPhone 15 მოეძებნა ყველა ქართულ მაღაზიაში ყველაზე იაფად, ანუ ყველაზე დაბალ ფასად და ასევე ეჩვენებია ყველა ფასდაკლებები და წამებში ბევრად უფრო უკეთესი შედეგი მივიღე, ვიდრე ჩემს აპლიკაციაში და რაც თავია ბევრად უფრო სწრაფად. შემდეგ უკვე დავიწყე AI-ის ინტეგრაციაზე ჩემს აპლიკაციაში და სწორედ აქ შეიქმნა პრობლემა. ავიდანვე ჩემი მიზანი იყო, რომ ხალხს უფასოდ გამოეყენებინა ეს სერვისი, მაგრამ მე თუ AI-ის ინტეგრაციას მოვახდენდი, ეს ყველაფერი უფასო ვეღარ იქნებოდა. რადგან თითო request-ი AI-ის მიჯდება საკმაოდ ძვირი, ამიტომ უნდა გამეხადა ეს სერვისი ფასიანი, ანუ subscription based და ისე მომეცა თქვენთვის. რაც უკვე არაფრისგან განსხვავდება ჩვეულებრივი shopping AI ასისტენტებისგან, რომელიც უკვე ისედაც ათასობით ყრია როგორც გლობალურ, ისე ქართულ ბაზარზე. ამიტომ საჭირო ჩავთვალე რომ გამეკეთებია ბოლო კომიტი და საბოლოოდ დამესამარებინა ეს ჩემი პროექტი GitHub-ზე. ახლა კი კითხვა, თუ რა თანხა დავკარგე ამ ყველაფერში. საბედნიეროდ 0 ცენტი. იმიტომ რომ არანაირი ფინანსური ინვესტირება ამ პროექტში მე არ გამიკეთებია დროის გარდა. ჩემი ინვესტირება იყო მხოლოდ და მხოლოდ დრო. ყველაფერს ვაკეთებდი მარტო, ეს იქნებოდა ბიზნეს მოდელი, დიზაინი, ფრონტენდი, ბექენდი და საერთოდ რაც კი ჭირდებოდა, ყველაფერს ვაკეთებდი მარტო და ამას იდეაში coding vlog-ებშიც ხედავდით. მაგრამ მოდი ვისაუბროთ პლუსებზე. მივიღე უდიდესი გამოცდილება და ასევე ვისწავლე გაკვეთილები თუ რა არ უნდა გავიმეორო მომავალში და საერთოდ როგორ უნდა მივუდგე სტარტაპს და კითხვა მიღირდა თუ არა ეს დრო ამ ყველაფრად არის კი, თან საკმაოდ მყარი კი, იმიტომ რომ მივიღე უზარმაზარი გამოცდილება. როგორც ტექნოლოგიურად, კონკრეტულად Node.js Express-ზე და
Ionic-ის framework-ზე, ისე ბიზნეს მოდელის დაგეგმვაში. ეხლა რა უნდა ქნათ, რომ თქვენც არ აღმოჩნდეთ ჩემს დღეში და აირიდოთ მსგავსი სიტუაცია თავიდან. ბევრისგან გაიგებდით ალბათ და ასევე ჩემგანაც რამოდენიმე ვიდეოდან, რომ თუ გაქვს იდეა, ადექი უბრალოდ და დაიწყე კეთება. სამწუხაროდ ეს მთლად ეგრე არ მუშაობს. ჩემი რჩევა იქნება თუ გაქვს იდეა, კეთება და მუშაობა დაიწყო მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც კარგად გაიაზრე ბაზარს, დემოგრაფიას და იმას თუ ვისთან შედიხარ კონკურენციაში. და ხო, ასე უნდა გქონდეს სწორი მონეტიზაციის გეგმა და ბიზნეს მოდელი, რომ შენმა სტარტაპმა, ან შენ სტარტაპს, როცა გაუშვებ, შენ თუ არა მინიმუმ თავისი თავი მაინც არჩინოს. ნუ დასაწყისში ყოველ შემთხვევაში. ეხლა რაც შეეხება სამომავლო გეგმებს. ნუ რა თქმა უნდა გაჩერებას არ ვაპირებ. მე და ჩემმა პატარა თიმმა უკვე შევქმნით საკუთარი game studio და ვაპირებთ mobile თამაშების ბაზრის ათვისებას. ნუ რა თქმა უნდა გლობალურად. ამიტომ ამასაც სიახლეებს შემოგთავაზებთ. ჩემი თხოვნა იქნება რომ დარჩით არხზე, ასევე შემოგვიერთდით Discord server-ზე, სადაც ასევე ვაზიარებ სიახლეებს და ხო, სულ ამის თქმა მინდოდა იმედია სწორად დაგააპდეითეთ და ხო, თქვენთან იყო ჯორჯ სოფტი და შევხვდებით მომავალ ეპიზოდში.